მაუწყებლობაზე გადასვლა დაიწყო რამდენიმე წუთში ქრონიკაში. ქალაქის სხვადასხვა უბანში ქვეწარმავლები გამოჩნდნენ. თქვენ უყურებთ ქრონიკას ცხრის ნახევარზე, მე სოფო ცერცოძე ვარ საღამოშვიდობისა. დღეიდან რუსთავში, თბილისში, საგარეჯოში, კოჯორსა და მარნეულში ციფრული მაუწყებლობა დაიწყო. ახალ ფორმატზე გადასასვლელად სპეციალური მოწყობილობა მხოლოდ იმ ოჯახებს უნდა შეეძინათ, რომლებიც სახლის ჩვეულებრივი ანტენით სარგებლობენ. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე დამონტაჟებული აქვს. რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა რეფორმის შესახებ და უწევს თუ არა მოსახლეობის ნაწილს ტელევიზორის გარეშე დარჩენა. ნახეთ ქრისტინა ასლამაზაშვილის სიუჟეტში. ეს სურათი დახვდა დღეს დილით 10 საათზე მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ დრომდე ეგრეთ წოდებული სახლის ანტენით სარგებლობდა. საქართველოს დღეიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა და შესაბამისად ანალოგური მაუწყებლობა გაითიშა. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომლებიც არც საკაბელო ოპერატორის მომსახურებით სარგებლობენ და ამ დრომდე ვერც set-top box-ების შეძენა მოახერხეს, ტელევიზორების გარეშე დარჩნენ. დღეიდან საქართველოს გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. თქვენ თუ გაქვთ მზად ტელევიზორი ან ტექნიკურად თუ ხართ? არანაირად არა ვარ მზად და ძალიან გული მწყდება რომ ვჩები ტელევიზიის გარეშე. დარჩა ყუთად ჩემი ტელევიზორი. ჩემი აზრით კარგია, იმიტომ რომ მეტი უკვე რა ქვია, კარგი ჩვენება აქვს. საკაბელო ტელევიზია მაქვს და მე მგონი ავტომატურად სწორდება. კი, ჩვენ სარგებლობთ CGC ტელევიზიით და ავტომატურად გადადის, ისე რომ ანანაირი პრობლემა არ შეგვექმნება ამ მხრივ. მიწისე და ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემის სადგურები დედაქალაქის და მისი შემოგარენის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად 6 კვირის განმავლობაში გაითიშება. ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობას ციფრული მაუწყებლობით სიგნალის მიღება ამ დროისთვის მხოლოდ რუსთავსა და მარნეულში შეუძლიათ. რაც შეეხება დმანის, ბოლნისსა და წალკას, ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემის სადგურები აქ 25 აგვისტოს დილის 10 საათზე გაითიშება. დღეიდან გაითიშა ანალოგური მაუწყებლობები მთელი ქვეყანა გადასულია უკვე ციფრულ მაუწყებლობაზე. შესაბამისად ჩვენ სრულად ჩართული გვაქვს, სრული სიმძლავრე ჩართული არის რუსთავში და მარნეულში 10 მეტრული არხი ციფრულად, ხოლო ბოლნისში უკვე აგვისტოში გადავალთ. ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაში ამ დრომდე მუშაობს ცხელი ხაზი. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენი არხის ტექნიკური სამსახური მოქალაქეებს უფასო კონსულტაციებს უწევს. ქალაქის სხვადასხვა უბანში ისევე როგორც ყველა ზაფხულს ქვეწარმავლები წელსაც გამოჩნდნენ. გოლების მომრავლებას მოსახლეობა ტემპერატურის მატებას უკავშირებს. აქვს თუ არა რუსთაველებს პანიკის საფუძველი და მოქმედებს თუ არა ქალაქში შესაბამისი სამსახური, ნახეთ ქრონიკის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ჭყონდიდელის დასახლებაში ქვეწარმავლების სიმრავლეს განსაკუთრებით უჩივიან. ყველაზე მეტად შეწუხებულები გაგარინის, სამშვილდისა და ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებლები არიან. მოსახლეობა აცხადებს, რომ გოლები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის ნანგრევებიდან გამოდიან და დასახლებულ ზონამდე ჩადიან. სამხედრო ნაწილიდან იქიდან მოდიან კრუგომინდორია და რა ვიცი საიდან მოდიან. მოდიან. არის გველები არის. კორპუსის პატვალია სავსე. Ну არ ვიცი ხო, ქუჩა პატვალია და ლამის სახში ამოგვივდეს გვეშინია, კანალიზაციას არ ამოხვეს. ძალიან ბევრია უამრავი. თუ შეგვიძლია რამეთი ან თავს გაუჩეჭვავთ ან რაღაცა, თუ არა და გვერდზავნი და ვკევი. ამის იქით არსად არ უშვებ ამ ბავშვებსა. თორე გარშემო რამდენი იმრეს, ჩემასიძე მორიცალი მოკლა. არა ბაჩოც არის იქა, იმანაც მოკლა ერთი ცალი, ძალიან გვაწუხებს. ზოგიერთ დაუნახია და მოუკლია მაგე სადარბაზოში შემოვალი იმაზე კართან. მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, აცხადებენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში. სამსახურში ამბობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში ქვეწარმავლებთან დაკავშირებით მათთან მხოლოდ 30 შეტყობინება შევიდა. სამსახურის უფროსის დავით ბეგაშვილის განმარტებით, წინა წლებთან შედარებით სტატისტიკა გაზრდილი არ არის. ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენი გამოძახება ბოლო ერთი თვის განმავლობაში დააფიქსირდა დაახლოებით 30 გამოძახება, ანუ სავაშუალო დღეში ერთი გამოძახება, მაგრამ ძირითადად დამოკიდებულები ვართ ქვეწარმავლის აქტიურობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.
ჰერპეტოლოგები მოსახლეობას ქვეწარმაულის ნახვის შემთხვევაში ყველა აქტივობისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სამსახურის ცხელხაზე 0341 29 27 75 ან 24 10 54-ზე დარეკვისკენ მოუწოდებენ. ჰერპეტოლოგთა ჯგუფი ქალაქში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. რუსთავის დიდ ნაწილს დღეს მთელი დღის განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზი კომპანია რუსთავის წყალის მიერ რამდენიმე უბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო და ავარიული დაზიანებების სალიკვიდაციო სამუშაოები გახდა. რეაბილიტაცია განხორციელდა მეგობრობის აღმაშენებელსა და თოდრის ქუჩებზე. ასევე მოხდა ჩათმის რეზერვუარისა და 800 მმ-იანი მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. აღმაშენებლის გამზირზე არსებულ 800 მმ-იან მილსადენზე ჩამკეტი ურდული დამონტაჟდა, რაც კომპანიას ქსელზე ავარიული დაზიანების შემთხვევაში მე-17, მე-18 და მე-19 მიკრორაიონების განმხლოების საშუალებას მისცემს. რუსთავის მოსახლეობას წყალი დღეს 22 საათიდან აღუდგება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსახლეობას არ შეუქმნათ დისკომფორტი, ამიტომ ვაგროვებთ ამ ავარიებს, ასე ვთქვათ, ხოლო შემდეგ აი დღევანდელ დღეს გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებია სამუშაოები, პლუს მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვიმყოფებით აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ხდება 500 მმ-იან დიამეტრის მილსადენზე სამუშაოები, ცვლით ურდულს, დაზიანებულ ურდულს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩატარდეს განმხოლოება. დღეს შუადღით მე-18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ბალახს გაუჩნდა. მაცხოვრებლების თქმით, ცეცხლის წარმოშობის მიზეზი ძლიერი სიცხეა. მეხანძრების განმარტებით ამ სეზონზე ეს არ იყო პირველი შემთხვევა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დღის განმავლობაში საშუალოდ 30-მდე გამოძახება. ისინი მაცხოვრებლებს ყურადღებისკენ მოუწოდებენ, რათა სპეციალურმა სამსახურმა სწრაფი რეაგირება მოახდინოს. ხანძრის შედეგად დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც ბაღი მთლიანად გაუნადგურდა. დავინახეთ თორა რომ დაიწყო ეს ბალახი დაიწყო ხანძარი ჩვენ თვითონ მეზობლები წყლით წყალს ვასხავდით და ჩავაქრეთ უფრო მალე ვიდრე მოვიდა სახანძრო. აი ეგ დაიწვა ვენახი აქ გარაჟი უყენია ხალხს აქაც დაიწვა დღეს კიდე იქ გაჩნდა ხანძარი მე-18 სკოლასთან. ანუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და მიზეზი შემთხვევა აი გუშინ იყო აგენაცვალე ამ დროს ზუსტად დღეს კიდე დაფიქსირდა მე-18 სკოლასთან. ზაფხულში გამოძახება დაახლოებით 20-30 ჯერ გვაქვს. მიზეზი ხან თვითაალებარი, ხან თვითონ მოსახლეობა უკიდებს. იქიდან გამომდინარე რომ ეს გველებია გავრცელებული და ბალახი დაწვანო გველი საშუალება არ იყოს. აი ასეთ შემთხვევაში დროულად დაგვიკავშირდნენ, რომ დროულად მოვიდეთ და მოახდინოთ რეაგირება. რა ინტენსივობით იღებს მოსახლეობა უახლოეს ინფორმაციას ქვემოქართლის ტელეკომპანიის საშუალებით და როგორია მოსახლეობის ნდობის მაჩვენებელი ჩვენს მიერ საინფორმაციო გამოშვება ქრონიკაში გაშუქებული ახალი ამბების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ. ქრონიკის გადამღები ჯგუფი დღეს რუსთაველების აზრით დაინტერესდა და მინი გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ძირითადად საინფორმაციო გამოშვებას უყურებს. ახალი ამბები ჩვენს არხზე ოპერატიული, თემატურად მრავალფეროვანი, დაბალანსებული და ინფორმაციულია. უყურებთ თუ არა ქრონიკას? კი. მოგწონთ თუ არა? ნორმალურია, რა ვიცი, უკეთესია ვიდრე ადრე იყო. ხო, ისეთია. აი საინფორმაციო ისა მასალები უფრო მეტია. მრავალფეროვანია უფრო ეს მომეწონა, რამბილოთ უკეთეს რა შევცვლიდი. რა ვიცი, იცით ახლა იქ ისეთი შესაძლებელი მეგონი არაფერი არ არის. უყურებ კი. მოგწონთ? კი, ძალიან მომწონს. რატომ? რა ვიცი, ყველანაირი ინფორმაციას მაგიდან ვღებულობ მე. ქრონიკას კი უყურებ შვილი. არა. რატომ? ზავი არ უყურებ. არა. ზოგადად ქართულ არხებს ძალიან მცირე ესა აქვთ რა. რაც შეიძლება შემოგთავაზო. ცოტა იშვიათად. მოგწონთ თუ არა? რა თქმა უნდა, ძირითადად პოლიტიკური ამბები გვაინტერესებს ხოლმე და მაგას ვაქცევთ ყურადღებას, რა თქმა უნდა. აუცილებლად. მოგწონთ? დამაკმაყოფილებელია. თითქმის ნათდება ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, რაც წისვლები მიდის, რაც წარმატებები მიდის. მოგზონთ ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ მომწონს რა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მარნეულის მუნიციპალიტეტში წერეთელი მირზოვკა მუღანულო საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 12 კილომეტრიანი გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და სამუშაოებზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული გზა მარნეულიდან წითელი ხიდის მიმართულებით უმოკლეს კავშირს წარმოადგენს, რომელიც სატრანზიტო და სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის სტრატეგიული მონაკვეთს წარმოადგენს. პროექტი ითვალისწინებს 12 კილომეტრ გზას, რომელიც მჭიდრო დასახლებულ მოსახლეობის სოფლებში გადის და დღეს მდგომარეობით 3 კილომეტრი დაგებულია უკვე ასფალტი. ამჟამად დღეს ვარ ჩამოსულები, რომ ნახოთ როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, როგორია ხარისხი, როგორ არის გრაფიკთან მიმართებაში. 13-14 ივნისის სტიქის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. სტიქის შედეგად დაზარალებული ოჯახები ორ კატეგორიად დაიყო. პირველს მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთა სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შედიან, რომელთაც საცხოვრებლების შეკეთებას ექვემდებარება. ფართების სარემონტო ხარჯებს გამგეობები უზრუნველყოფენ. ოჯახებს ასევე საოჯახო ნივთები გადაეცემათ. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი ერთჯერად კომპენსაციასაც მიიღებენ. თითოეულ ადამიანს აუნაზღაურდება ის ზიანი, რაც მათ მიადგა. ეს არის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო და ესეთი კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრისის უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა ფულადი თანხა. ხოლო მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ოჯახები, რომელთა სახლიც დაზიანდა, თუმცა ზიანის ხარისხი არ არის დიდი. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადაუგზავნით თბილისის საკრებულოს აღნიშნულ პროექტს, რათა ახლა უკვე საკრებულოში გადავიდეს მსჯელობა. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. საკალათბურთო გუნდ რუსთავის კალათბურთელი ფორვარდი მიხეილ ჭოჭუა ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შენობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთმა თანაშეწემ კოტე ტუღუშმა პრეს-კონფერენციაზე მასმედიას ნაკრების წევრობის კანდიდატთა გაფართოებული სიაწარუდგინა, რომელიც 18 კაცისგან შედგება. მიხეილ ჭოჭუა რუსთავმა 2014-2015 წლების სეზონისთვის დაიმატა. ის რუსთავის საკალათბურთო სკოლის აღზრდილია და ამ გუნდთან ერთად საქართველოში მოქმედი ყველა ტიტული აქვს მოგებული. შეკრება იწყება 14 ივლისს თბილისში, რის შემდეგაც 23-ში გავფრინდებით სლოვენიაში შეკრებაზე. დაახლოებით ერთი თვიანი შეკრება იქნება, რის შემდგომაც სლოვენიაში ორ შეხვედრას გავმართავთ ამხანაგურს და შემდგომ გველის თბილისის ტურნირი. რის შემდეგაც მოირჩევა 12 კაცი და ის 12 კაცი უკვე სექტემბერში წავა ევროპის ჩემპიონატზე. რუსთავის ხარების მორაგბე გიორგი მელიქიძე საფრანგეთის ერთ-ერთ კლუბში მიიწვიეს. გიორგი მელიქიძე ასევე საქართველოს 20 წლამდე ეროვნულ ნაკრებშიც ირიცხება. რუსთავის ხარების მორაგბემ საფრანგეთის კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, გეგმები ძალიან ბევრი აქვს და ყველაფერს გააკეთებს, რომ 2 წლის მანძილზე უმაღლეს ლიგაში თამაშობის უფლებაც მოიპოვოს. გიორგი მელიქიძე საფრანგეთში დღეს გაემგზავრა. ჩემი თამაშებით ძალიან დაინტერესდა ეს კლუბი. წარმატებები მქონდა ნაკრებშიც და წარმატება მინდა რომ საფრანგეთშიც მივაღწიო. ჯერ პირველად ვითამაშებ ესპუარებს და მე დროთა განმავლობაში, ამ 2 წლის განმავლობაში ღმერთის წყალობით თუ მოვხდი უმაღლესი ძალიან კარგი იქნება. რუსთავის საქართველოს 2003 წლიანთა ფესტივალის გამარჯვებულია. საჩემპიონო შეხვედრაში ერთმანეთს რუსთავი და ოვერტაიმი შეხვდნენ. ტურნირი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. რუსთაველებმა დათა ჩხეიძისა და გიორგი მურღულიას ძალისხმევით ფინალში 3-ხულიანი გამარჯვება მოიპოვეს და საბოლოოდ თამაში 48-45 დასრულდა. ფინალში შევხვდით თბილისის გუნდია ოვერტაიმი. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოვიგეთ 3 ქულის სხვაობით. ძალიან კარგად თამაშეს ბიჭებმა მთელი ჩემპიონატი, ძალიან კმაყოფილი ვარ.
პრინციპში კარგად ჩავატარეთ მოსამზადებელი სეზონით, კარგად ვივარჯიშეთ და ბოლოს ესე დავაგვირგვინეთ. ძალიან დაძაბული იყო, ძნელი თამაშები მიდიოდა, ისე გაგვიჭირდა რომ, მაგრამ მაინც რუსთამა გავიმარჯვეთ და შესანიშნავია ეს ფაქტი. UEFA სუპერთასის ბილეთები G სრულად აღარ გაყიდეს. ბილეთები G მხოლოდ 4300 ბილეთს გაყიდეს. ზუსტ სიჭინავას განცხადებით დარჩენილ 2000 ბილეთის გაყიდვა კი სალაროებში ცოცხალი რიგით მოხდება. გადაწყვეტილება ფედერაციამ UEFA-სთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ გარეშე პირები ცდილობდნენ ხელოვნურად შექმნან პრობლემები. ბილეთები G ბილეთების გაყიდვა გუშინ 21 საათსა და 30 წუთზე შეწყვიტა. დღეს დილიდან კი 4300 ბილეთის გაყიდვა განაახლა. უკრაინის ხელისუფლება ყირიმს ელექტროენერგიის შეწყვეტით ემუქრება. სევასტოპოლში სპეციალური სამსახურების საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სარეზერვო გენერატორებს ამზადებენ. ყირიმისთვის ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა გასული წლის დეკემბერში მოაწერეს. პარალელურად გასულ თვეში კიევი და მოსკოვი რუსული ბუნებრივი აირის შესაძენ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ შეერთებული შტატები და კუბა დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენენ. მიმდინარე თვის ბოლოს ვაშინგტონსა და ჰავანაში კუბისა და შეერთებული შტატების საელჩოები გაიხსნება. საელჩოს გახსნასა და დროშის აღმართვის ცერემონიას კუბაში სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაესწრება. ინდონეზიაში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა. BBC-ს ცნობით ლაინერის ბორტზე, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 122 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა სამხედროების ახლობლები და ოჯახის წევრები იყვნენ. ახლა კი ამინდის დროა, ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალჩვენს რეგიონში, სინოპტიკოსების პროგნოზი ქრონიკაში. წატაში დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით 11, თეთრი წყარო +29 დღე, 17 ღამით. თვანში +24 იქნება, დღე 12 იქნება, ღამით, ბოლნისში +32 ფიქსირდება, დღე 18 ღამით. მარიელში +34 დღისით, 19 ღამით, თბილისში +36 დღისით, 21 იქნება, ღამით. გარდაბაში +36 გრადუსი იქნება, დღე 21 ღამით, რუსთავში 36 ასევე დღისით, 22 ღამით. ქრონიკა 9 ნახევარზე დასრულებულია, მე ხვალ საღამომდე გემშვიდობებით, ნახვამდის.